ჩვენ ახლა ვიმყოფებით ღვინის მაღაზიაში. რა არის ახლა აქ არის შეკრებილი თითქმის ყველა ძლიერი კომპანია ღვინის, თუ კი რამე გამოდის საქართველოში. აგრეთვე პატარა ფერმერები, რომლებიც აკეთებენ კიდევ უფრო მაგარ ქართულ ღვინოს. ძირითადად დადიან ტურისტები, რა თქმა უნდა, რომელიც ყიდულობენ ამ იშვიათ ღვინოებს, სამწუხაროდ ქართველებმა ღვინის ფასს დღემდე ვერ ისწავლეს. ღვინოს ვსვამენ ლიტრობით, არა და ღვინოს სხვანაირი დალევა უნდა. მე თვითონაც ლიტრობით ვსვავდი, ახლა დავიწყე ჭკვიანურად, თუმცა გუში ლიტრობით დავლი. აგრეთვე არის ჭაჭა, ღვინო, კონიაკი. მაგრამ ქართველებმა ისწავლეს ღვინის კეთება და ამას ხვდებიან ჩამოსული ტურისტები ძალიან კარგად. სვამენ სხვადასხვანაირად, ახლა მე გავსინჯავ თქვენ ერთად, მართლა მინდა და გადღეგრძელებთ. და ჩემი სადღეგრძელო არ არის, უბრალოდ ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ქართველებს თავიანთი ღვინო დაეფასებინოთ რა, ესწავლოთ რა არის და კიდევ უფრო და უფრო მაგარი ღვინო გაეკეთებინოთ. გაიხარით, გაგიმარჯვეთ.